მიმდინარე კვირას დარეგისტრირდება კიდევ ერთი კანონ პროექტი. გამჭვირვალობის კანონზე გაცილებით მკაცრი ამერიკული ფარას ზუსტი ასლის მიღებას გეგმავს პარლამენტი. ამით ხელისუფლება უცხოურ გავლენას ებრძვის. ჩვენ გეგმავთ ერთ-ერთზე თავროთ ეს კანონი და ყოველგვარი სპეკულაციების გარეშე იქნეს მიღებული, რა თქმა უნდა, მისი მიღება გამოიწვევს გარკვეულ კანონებში ცვლილებას, მათ შორის საქართველოს სხვა კანონმდებლობასთან მიმართებაში, თუმცა როგორც გითხარით, ჩვენ არ ვაპირებთ თავად კანონზე რაიმე ცვლილება მუშაობას, რაიმე ცვლილების შეტანას, რაიმე სოციალური სპეციფიკაციები, რომელსაც ჩვენ მისმოდით გამჭვირვალობის კანონთან მიმართებაში, მანამდე იგივე ფარასთან მიმართებაში თუ სხვა უცხოურ გამოცდილებებთან მიმართებაში, ეს სპეკულაციები აღარ იყოს. აღნიშნული ინიციატივა თავის მხრივ მიზნად ისახავს, რომ ის манипуляცია, რაც არსებობდა საქართველოში და რასაც აჟღერებდა ჩვენი როგორც საერთაშორისო პარტნიორები, ისე ჩვენთან არსებული ოპოზიცია, ეს манипуляცია იქნეს ამოწურული და თუ რაიმე შეკითხვა გაჩნდება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ფუნქციონირებს ეს კანონი, რა ნაწილი არის სამართლიანი, როგორ რეგულირდება, შეუძლიათ მიმართონ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს და ისინი დარწმუნდებიან, რომ ეს კანონი არის ძალიან კარგი კანონი იმ მხრივ, რომ მოქმედებს ამერიკის შეერთებულ შტატებში უკვე 10 წელია და უმთავრეს მიზნად ისახავს საგარეო ჩარევის პრევენციას.